მე ვნახე ერთი კვირის წინ ახალგაზრდა მასწავლებლები, რომლებიც წავიდნენ, რათა ასწავლონ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ქართული. მე მინდა ვთქვა, რომ მართლა თუ კი ვინმე არის ასევე საუკეთესო ნაწილი ჩვენი საზოგადოების, ეს არის ეს ახალგაზრდები. რა თქმა უნდა, არ აქვს შეიძლება ის გამოცდილება, რაც ბევრ თქვენგანს აქვს, ვინც აქვს. მაგრამ მათ აქვს ის, რაც აი წარმოუდგენელი, აი ისეთი იდეალიზმი, ისეთი ცეცხლი თვალებში და ის კი არა რომ თქვათ რაღაცა გადაწყვიტეს და უკვე და მივიდნენ და შეიძლება რეალობა ისეთ ცუდი აღმოჩნდეს უკან გამოიქცნენ. უკვე ერთი თვეა ცხოვრობენ იმ მიწურებში, ნინოწმინდაში, მარნეულში, საკმაოდ თულ პირობებში, თქვათ 8 სულიან ოჯახში და 10 სულიანში, პატარა სახლში, იქ ადგილზე სადაც არავინ მათ გარდა არ ლაპარაკობს ქართულს, სადაც ქართული სახელმწიფო არ მისულა, ადგილზე სადაც არ არის გზა, სადაც არ არის წყალი, სადაც არ არის ერთ-ორ ადგილზე დენიც კი ჯერ კიდევ საქართველოში არის ასეთი ადგილები გაგიკვირდებათ, მაგრამ არის. და ეს ახალგაზრდები იქ წარმოადგენენ არა მხოლოდ ჩვენ განათლების სისტემას, ისინი წარმოადგენენ იქ ახალ საქართველოს. და არიან უკვე ძალიან პოპულარულები. გამოცდილება მათ დაემატებათ, მაგრამ მე რო ვიწყებდე დღეს ჩემს სამსახურეო კარიერას, მე ეჭვგარეშე საერთოდ ერთი წუთი არ ვიყვაყმანებდი წავიდოდი ზუსტად ასე მასწავლებლად. იმიტომ არაფერი უფრო მაგარი არ არის, ვიდრე შენ თვითონ გადაიქცე შენი სახელმწიფო ფასეულობების და ამ თავისუფლების იდეის და ერთიანობის იდეის მთავარ მატარებელს.